დილა მშვიდობის ძვირფასებო, როგორ ხართ? კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით ჯანმრთელად, ბედნიერად, ყოველივე საუკეთესო სიკეთის, სიყვარულის, სიხარულის, ბედნიერების, ხვავის და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის ყველასთვის. დაიცი ოცნებების სასრულების წელი ყოფილიყოს ნებისმიერისთვის ჩემთვისაც. მოკლედ, მოვედი ტელეფონებად დამჟდარი და მიდევს გაზზე. აქ ყოველთვის ფასები უდევსო არ ვთქვათ, ეს მაქვს დაფარული, იმიტომ რომ ესევე დავტოვებდი მთელი ღამით. ხომი მიდგას, გაზზე მიდევს ტელეფონი. ხო და ხომს ვაკეთებ. ხაჭაპური წუხელ გამოაცხე და ერთი დამრჩა არ ჭამეს და ამიტომ გავაცხელებ. მე ცოტა მოვემზადე. ეს საყური გავიკეთე. ემოცია ეს საყური ხალხო და ძალიან მოწონს ამისი ისიც მაქვს. ასაბანი. ძალიან კაია მოკლედ. ცოტა თითქოს და სასუთივით არის, სათუთივით, მაგრამ მაინც კაია. ეხლა მინდა მე ქვილი. რომ ჩავზილო ხომი. აი რატო არ მიყვარს ქვილი, ახლა გაჩვენებთ, რომ ქვილებზე კიდე მაქვს მეორე და აბა ნახო ის იქნება უფრო თეთრი იყოს. აი ნახეთ. აი, ხო ხედავთ, ეს არის ძვირფასება ქვილი. ამიტომ არ მიყვარს ქვილით, მერე ჩაზილა ყველამდენი შავია. ეს ყველაფერი მერე ხომში გადადის და ხომს აშავებს. ხერხილი არის, აი ესეთი თეთრი და წარმოიდგინეთ ქვილი როგორი არის და აი ამას აშავებს და მერე არ მომწონს, ცუდად ჩანს ხომში. ეს მაქვს კიდე ესეც ჩემი დედამთილი საათორე ჩემებისგან. ეხლა დედიკო მეუბნებოდა რა არ მინდა მეთქი. ეს უფრო თეთრია ვფიქრო. კი. აი ეს უფრო თეთრია. შავები რა თქმა უნდა მაშიც არის. ქვილს ყოველთვის ვრეცხავდი ხალხო და ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება ამ ქვილის გარეცხვას. რომ სითეთრე შემენარჩუნებინა, მაგრამ ეხლა ვერ გავრეცხავ, რამდენი ხანი არ გამირეცხე, აკაცენოთ ეს. აი, ფიქრობ ეს ჯობია, ვიდრე აი ეს უფრო მსხვილიც არის, მე მგონი. აი, სად ეს და სად ეს. მოკლედ, ამით ჩავზელ და ამას გადავყრი. ჩავზელ და მოვალ. ეხლა მინდა მე ეს დავჭრა ერთი რა არის. ვიდეოში განტინგი. ხერი. ჩანდოს. სხვაგან მიდის და მე ვერ ჯუჯღუნები რომ არ წავიდეს. ეხლა ვიდეოშიო ვერ მეტყვიო ვერაფერს, რატო შემწხვება? თუ რა არის ვერ გავიგე. წუხე რომ მქონდა ისე. შემოტევები ხალხო. დავაყენეთ ცერზე. მუხრანი არ უნდა და ადგომა მარა. აი ასე. ხო ჩანს. ახლა დავჭრათ. როგორ დავჭრა? დაიცა. აი ასე და ჩანს. შრავითებშია. დედა. არა ის ზემოდან უნდა განახვდეთ. აი უყურეთ. აი. დაჭერაც კი არ უნდა, ხო. ხილი შემხდა. აი ახლა ვთაქეთ. კამერაი. უნდა დავაწვინო. სხვანაირად ამის
აღება, აი არ ვიცი. მუხრანი მალე აქ იყავი. ასე. და. მაგარია ხარ. ხო და ეხლა მე ეს პატარა ნაჭერი უნდა გავსინჯო. ჩემი ტორტოლიასი. ხო, ერთმა გოგომ დამიწერა, რომ მე მგონი, ან ქალბატონმა ჩემთან პატიჟებოდა გაგასინჯებო ნამდვილი კარაქისგან გაკეთებულ უგემრიელეს ტორტსო. ეს ალბათ ცუდად არ დამიწერა ადამიანმა მესმის და ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ იმაზეც ფიქრობ იყო გამახვილებული ყურადღება, რომ მე და სპრედი თუ რაც არის მაგით რომ ამზადებ და დამერწმუნე ძვირფასებო ჩემზე ბევრად უფრო მაღლა მდგომი ადამიანები და მაღლაში უგულისხმობ ქონებრივად და ფულით მსგავსი ადამიანებიც კი იყენებენ ამ სპრედს და ამის 100%-ით რო არ ვიცოდი არ ვიტყოდი. მე მეორე ისედაც სულ რეკლამები ამ სპრედზეც კეთდება, რომ ძალიან კარგია ამ ხრივ. და ბევრი იყენებს ამ სპრედს. მე მეორე Facebook-ზეც და რა ვიცი მე სოციალებში ბევრგან შემხვდა ესეთი ვიდეოები, რომ პრეზიდენტის კარაქიც კი უკვე სპრედით ჩაანაცვლეს და უბრალოდ ხალხს გონიათ, რომ პრეზიდენტის კარაქს მიირთმევთო. მე არ გამივრცელებია ეგ, ჩვეულებრივად არის Facebook-ზე და ნახეთ, უბრალოდ რა არის იცი? ადამიანები ყოველთვის უფრო მეტად იჯერებენ რეკლამას, უჯერებენ რეკლამას და სხვათა შორის მაგალითად ბაზარშიც რომ მიხვალთ და რაღაცას ყიდულობთ, უფრო მეტად იმას ყიდულობს უფრო მეტი ადამიანი, რასაც გამყიდველი გთავაზობთ, რომ ეს უკეთესია, ეს ასეთი, ეს ასეთია, მაგრამ სულაც არ ფიქრობთ იმას, რომ იმას იმის გაყიდვა უნდა დროულად. ძალიან მაგარია. უგემრიელესია. თან ტკბილი, თან მომჟავო. მაგარია. ნატურალური დღეს არაფერი არ არის. თუ არ გაქვთ სახლში მომზადებული ან მოყვანილი გინდა კარაქიც და ნებისმიერი რამე. ბოსტნეულებსაც გულისხმობ ამ ხრივ. მაგრამ ადამიანები მაინც ყველაფერს მივირთმევთ. ძალიან მაგარია ახმეთო. ერთი ადამიანი ვიცი. მოკლედ ზამოდენიმე, მაგრამ ერთი ვიცი. ძალიან სხვაც არ არის. ჩემზე ლამაზ ნამცხრებს აკეთებს. ანუ გარეგნულად. ძალიან ლამაზია, მაგრამ აი ეს ბისკვიტი ეხა რომ ესეთი ფაფუკია და პირში დნება. იმისი აი ამ ჩანგლით. აი ეს უნდა დააჭირო და ესე უნდა დაჭრა, იმიტომ რომ ქვილს უკეთებს ზედმეტს. მე ბევრჯერ ვუთხარი გემრიელად, ანუ მოდი თუ ცოტას მიაკლებ, ანუ აი ამ დოზით თუ გააკეთებ. მithumetes ჩემი გასინჯული აქვს, მაგრამ ნახე ხარ ეს შესაქმე, შენი მოგწონს, მე ჩემი მომწონს, ეს არის. და არ მოსწონს სულაც იმ ადამიანს, რომ მე ეს ვუთხარი, რომ ქვილს თუ ოდნავ დააკლებ, პირში ვნებოდეს იქნება თქო შენი ტორტები, მაგრამ არ მოეწონა, ამიტომ არასოდეს არავის არ ვეუბნები არაფერს. მე რჩევის სახითაც კი მივატოვე. მე გეუბნებით იმას, რომ თუ როგორი არის ჩემი. მეუბნებო ნენა ვერ დავიჯერებო, ლიაში რომ ცხოვრობდით იქ. როგორ ამოყავსო ბისკვიტი სოდის გარეშე და მე სოდას არ ვაკეთებ, არც გამაფხვირებელს არ ვაკეთებ, სულ ამბობ ამას.
არასოდეს არ ვიყენებ სოდას და გამაფხვირებელს ჩემს არც ერთ ტორტის ბისკვიტებში და ეს მასწავლე ჩემს სოფელში ერთმა გოგომ რომ ერთხელ ჩამივარდა და ვუთხარი პირველი კაი გამოვიდა მეთქი, მაგრამ მეორე ძალიან ადვილად ჩავარდა, უბრალოდ კარის გამოღებაზეც კითხო და თუ უშვრებიო სოდას ან გამაფხვირებელს არ უნდა უთათიო ტორტის ბისკვიტებს გამაფხვირებელი და ეს გოგო ყოველთვის შეკვეთებს იღებდა და სხვათა შორის სუსტად მისი რეცეპტით ვამზადებ სულ, ოღონდ მე ოდნავ ფქვილს ვაკლებდი სულ მეშინოდა რომ აი ეს მაგარი ბისკვიტი არ გამომსვლოდა და მაგიტო. ზეთს ზოგი არ აკეთებს, ზოგი ცხელწყალს, მაგრამ მაგას ჩემთვის გემო არ არის. სადაც ქორწილებში მივდივართ ხოლმე და რომ მივირთმევთ ხო, იქ აქვთ უფრო აი მსგავსი მშრალი სველი არის, მაგრამ როგორ გითხრათ, გემო არ იგრძნობა იმდენად, უბრალოდ ტკბილი არის და всё. ხილის წვენი, ნებისმიერი, სოკებსაც კი ვიყენებდი გემოსთვის ბისკვიტს, რომ გემრიელი გემო ქონოდა. ხო, ეგეც ცუდია ის გასახსნელი სოკები, მაგრამ იმას ოდნავ იმასაც კი ვიყენებდი, რომ ბისკვიტს განსხვავებული გემო ქონოდა და არ ყოფილიყო უბრალოდ მშრალი ტკბილი. ასე რომ ძვირფასებო რა ვიცი გემოვნებაზე არ დაობენ, მე სხვანაირი გემოვნება მაქვს. ისედაც მეტყობა ყველაფერში. სხვანაირი გემოვნება მაქვს. შეიძლება 100-ში ერთს ქონდეს, ან ცოტა მეტში ერთს. და ჩემი გემოვნება არავის არ მოსწონდეს, მაგრამ მე მიყვარს. ჩემი. რაც ჩემია, ყველაფერი მიყვარს. ჩემი გაკეთებული რაც მომეწონება, მიყვარს. რაც არ მომეწონება, ვამბობ. აქ გუშინ მაგალითად მე YouTube-ზე შევედი და რას ვუყურებ ჩემ ვიდეოში დევს, როგორი ფოტო იცი YouTube-ს დაუდია ესეთი ფოტო. ზემოთ ის რომ სანამ მინანქარს მოვასხავ მანამდე რომ მქონდა და რო გაჩვენი და ეს ხა ესე გამოიყურება. აი ის დაუდია და ზემოდან მინანქარ მოსხმული რო არისო, ესეთი ფოტო დაუდია YouTube-ს. ანუ მე როდესაც რამეს ვაკეთებ, ფოტოებს არ ვიღებ და ასე რომ მე არ ვატებ საერთოდ. ამიტომ ვერც გავიგებდი, ვერც ვნახავდი, მოკლედ უცებ დაიდო თუ არა არ შევსულ ვარ ეხლა რა ფოტო დაადო ან რაღაცა და მომწერა ხათომ რომ თან თავისი გამომცხვარიც ჩამიგდო. ხო და როდის მივხვდი იცით ამ იმას რა ქვია, შენს ვიდეოზე არ მიყურებიაო, მაგრამ ესე ამომიგდო. ანუ როდესაც ჩემს ვიდეოს ამოგიგდებთ YouTube-მა რა ფოტოც დადო, აი იმას ნახავთ თქვენ დაადო ჩემს ვიდეოს და მე ვუთხარი შენ ესე იგი, ხო არ მიყურებიაო და მე რომ მოვიცლიო, ვუყურებო მითხრა და შევირბინე იმაზე რა ქვია, ვიფიქრე ესეთი მახინჯი ეგონება ალბათ ხათოს თქო ეხა ჩემი ნამცხვარი. შევირბინე ვიდეო, სადაც მქონდა დავსკრინე ბოლო დასასრული, ანუ ჩემი ნამცხვრის მელაკუდას გულისხმობ და ის ჩავუგდე, ესე იგი რახან ეს გაჩვენა შენ ეს YouTube-მა დაადო მეთქი და გამორთეთ ისა ერთი წუთი. ხო და ჩავუგდე მაგ მელაკუდას სრული, ანუ ბოლოში როგორიც იყო იმის ფოტო და რატომ მიკეთებ YouTube-ო ამას ვერ გავიკე. მოკლედ ესე ჩემოკარგებო. აი, რა შეჭირდებოდა ისეთი რა, მე რო ვაჩვენე, თან კარგახნით თუ როგორი გამოვიდა, აი იქ რო გადაეღო თვითონ სურათი და ის რო დაედო არ შეიძლებოდა YouTube-ს. არა, მაინც და მაინც ის დადო. იმას ელემენტს ამოვაცლი და გადავაგდებ. ადა. ხო და ესე თან ხერის ინგლისურად და მაგიტომ არ მინდა. რო დამიბლოკოს YouTube-ა, მაგიტომაც არის რომ ეს მოსკენი. ანუ ეს ეხა იმიტომ ჩავწერე უკვე გვიანია, მაგრამ იქ აზრი გამწყვეტია ვიდეოს გადავხედე, ეხა რა ჩავწერე თქო და ეს ეხა იქ უნდა დავჭრა და სადაც სიტყვა გამიწყდა, იქ უნდა მივაბა, დასრულებული არ მაქვს სიტყვა. ხო და მაგიტომ იყო რომ იმ ვიდეოს უბრალოდ მე ჩემი ფოტო დავადე. იმიტომ რომ YouTube-ი მიტეხს სახელს. თავის გადახვა ჯობია. ხო, ანუ იმ ფოტოს დადებით. კარგი მაინც დაედო რა, ვერ ამოარჩია. ღმერთო დიდებულო.
დასრულებულის დაედო. დაუსრულებელი, რომ ვაჩვენე იქ, რომ მირანქარი უნდა მოვასხამეთ, კი მაინც იქ დაიჭირა. დღეს. ვუი ხო. ეხლა კრემისთვის, ამისთვის და იმისთვის ოდა მაგ, კიდე მაგ დარჩენილი ოდა მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე იმისთვის. არა ორჯერ, ერთი ნაპოლეონისთვის და ერთი იმისთვის მოჭრა. და კიდე მაგ დარჩენილი ორი მოჭრა დარჩება მე მგონი და აი ახლა მომწონს ეს. დედიკა მომწონს. აი უყურეთ. ისედაც მიხვდებით თუ გაგხვევთ. აი აქამდე ხო იყო? ეხა არის ორი მოჭრა გამოვიყენე, ერთი ნაპოლეონისთვის და ერთი შავისთვის და ამისთვის რა გამოვიყენე, მაგას გაჩვენებთ ღომი დამეწვა. ჩავუწიოთ თორე. ამისთვის გამოვიყენე ეს მოსკოვიდან გამოგზავნილი, აი ეს, ოღონდ 3 წელი მქონდა ეს და ეგ უბრალოდ ფაფისთვის მოვაჭერით ცოტა. ეს გამომიგზავნა მუხას ბიცოლა. ჩემმა დედამძმა გამომიგზავნა რა. მუხას ბიცოლამ გამომიგზავნა ბუძას, იქ არის, იქ იყო რა, ეხა წავიდა მოსკოვში და აი ეს ხალხო. რა ვიცი მეტი რა, როგორ გაჩვენოთ, აი ზუსტად რა აწერია იმას, აგერ გაჩვენებთ. ასე რომ არა აქვთ ფულის პრობლემა, არანაირად რომ ცუდი რო იყოს, რომ გამოიყენონ, ასე რომ დამერწმუნეთ პრეზიდენტს 100%-ით ჯობია. ჩვენსაც. რა ვიცი რა გითხრათ მე. თან აი უყურეთ. ყვითელი არ არის, თეთრია. სუნიც კი აი არ ვიცი. ძალიან მაგარი აქვს. მოკლედ, ეს გამოვიყენე მე ამისთვის. ასე რომ პრეზიდენტზე გითხარით, ჩემი აზრით. და მე საერთოდ იმასაც გეტყვით, რომ საერთოდ არ მჯერა რეკლამების. ადამიანი, აგერ გეტყვით ახლა. მივედი რაღაცის საღიglად, ხვის რო უნდა მეჩუქებია და გამყიდველი თავაზობს რაღაცას, ისეც რომელიც არის გახსნილი და ამაზე არ ვიდარდო მე ისეთ იმაში ჩამიდებს ახალში, რომ სულ ახალივით უნდა გამეყურებოდეს და რატომ მეთქი ვეუბნები. მე მინდა კარგი შეფუთვით, რახანი მიმაქვს და ამის ფასი თან უფრო ცვირია. აი ის მომიცი შეფუთვით, რომელზეც ადამიანმა არ იფიქრებს, რომ აი ან გახსნილია ეს, რომ მიუტანო საჩუქრად იფიქრებს და სინამდვილეში გახსნილი იყო და აი რატო უნდა მიუტანო ეს და რატო არა იქიდან ერთი თქო. და ორი ავურჩიე მერე კარგი შეფუთვით. მაგრამ ცდებიო ეს უკეთესიაო მეუბნება თან, მაგრამ ნახეთ რისი გამყიდველია, ყველა შეიძლება არ იყოს ერთნაირი. მე რომ ვაქებ ვადიდებ ამ სუნელს და არიციან ამის გემო, ხო? მაგრამ ზოგ შეიძლება არც მოსწონდეს, იმიტომ რომ მცაფრი გემოები ზოგს არ მოსწონს. აი მე ვაქებ და ვადიდებ, იმიტომ რომ მართლა კარგია. მაგრამ აი გახსნილს რაღაცას რომ თავაზობ, სულელის შეხედულება მაქვს, ხო? არ ვიყიდე, სხვა გამოვართვი. არ მინდა მეთქი, აი როგორ რატო უნდა ვიგრძნო უხერხულში თავი, რომ საჩუქარი მიმაქვს ადამიანისთვის და რატო უნდა მიუტანო გახსნილი. სამივე შვილებს ფიცავარ, ამას თუ ვიტყუებოდე. სამივე შვილების სიცოცხლეს გეფიცებით, გახსნილს ახალ შეფუთვებს რამეს ვიპოვიო და იმაში ჩაგიდებო. რატო? ფული ხო გინდა, ჩემგა. ხო და ესე, ამიტომ არასოდეს არ მჯერა რეკლამების და მომკალით ეხლა. იმიტომ რომ თუ ფული გაქვს და შენი უარგისი საქონლის გასაღება გინდა, რა თქმა უნდა გააკეთებ ისეთ რეკლამას, რომ გაყიდი.
ბევრჯერ გითხარით და გეუბნებით ამას და მეტი რა გავაკეთო ახლა. რასაც ჭამ ხალხო. ეგ არის და ეგ. მეტი ახლა ჩემი შვილები გადამკვდარი არ არიან კარაქზე. დარჩა რამდენი ხანია სათხაც 2 თვე ავიღიდი და დევს ახლახანზე ერთხელ შეჭამეს მიირთვეს ჩაისთან. всё. მიგიღო და ეგ. რა გავაკეთო? კარგი, დავიწყე ახლა მე. აქ უნდა გავაწყო მე იქეთ. ოთახის დამსვრელი არა ვარ. აქ გავაწყობ და აქ მივიწყებ. ახლა მოგწონს? კი, მომწონს. კარგი, ეცა. იმას დავჭრი მერე ჩამოვიღები ლამცვას. ეხლა მინდა მეთებშები აქ მიდევს. აი ასე. დავდოთ ერთხელ ჩავიდროდი. რობოტი რომ არის უბრალოდ. ეხლა დავჭრათ ჩვენ ყველი. ნახეთ. მეუღუნა. ხო. ნახე მობრუნდი. ოყოლ. მარილი. ხო. თუ გაყინული. მარილია ბიჭო რა გაყინული? სულ მარილია. აი ამე რა გინდა? ძამლაში არ იქნება ხომში მარილი. ეს არ ვიცი, მაგრამ ნამ დასრაგად წითის ნაჩვენი შენ. იცაიბა მესანს ვარას სითი წითის ნაჩვენი. ხო არა, კაი გემოაქ ამას და მაგიტო. მე იშვიათად რო ყველი მომეწონოს. ახალხო. ვინ იყო რომ მიწერდა ნაჯახითო? ნაჯახით არ ვიცი, მაგრამ იმდენად გამოშრა აქ. ღმერთო. დავჭრა? არა, ჭრი. აი. ეგ არის ნაღდი ღომის ყველი. სიმოგეჩქიე და რა ვაფშე მან გაშანსებული. გადი თორე შანსებს გაჩვენებ ახლა გააჩვენე მაგენათორე. აი შეჭამდა მე გავაგეთე. შენ რა მოგისმენდაო, ნახეთ. რას მჭირო? ყურს არა. მე არ მინდა ყელი. მე მინდა. მე არ მინდა მეთი გითხარი და ახლა. ახ, ეს მიყვარს მე. აი ეს მხარე. მე არ მინდა ყელი, მე მინდა საცხელი. თამთასთან ყოფილან გუშინ გოგოები ეს თემშები მარშალი ახლა გედა. ხო და რატო? რა, ასეთ პატარა თემშები. რას ქვია ბიჭო პატარა თებში? ო. დი გივცარო ნომიჩიებუკუ. გივი მამა ჩემია. ხალხო კოჩ მუსიფიქრისიე პატარა თებშიო და რამე ყავის თებში დამდგი ეგონებათ, ახალხო. რა არის? ღმერთო დიდებულო. ვისთან მაქვს საქმე ვიცოდე. შოკოლადია. ფენამუში არ ჭამე. სული წამძვრა წუხელი სემშიო და ეს ჟელატინი. ჟელატინი ადას მოგუჭერი. კაი. აქ დავდგამ რა ზინავს კიდე? ზინავს. ნა. ცილის გუდა. რა, თქვენ არ გიყვარდათ? მე არ მიყვარდა. შენს დასტუვის. ცილი. ყველას ხო გვიყვარს.
ეხა ის მომიტანე. მიდი და ნაპოლეონს არ გამოვიტან ტყუილა. და ის მარტო მე კი არა, ყველა ამას ამბობსო. ნაყიდი ფილფიტებსო, ვერავინ ვერ ჭრისო, ლიკამაც მითხრა. ბიზნესი ამზადებენ ეს დაებითი. არა, მაგრამ არ ვიცი. ლიკა მითხრა გუში. და გოგო რა დამართა ესეთი და სიცილია უთხრა, აქაც იმას ამბობდა ყველა. სხვაგან ხვეწასო. ხოდა ანუ ვერ ჭრითო. იმათმაც საცივი და всё, ეგ არის ხალხო. წუხე რო წერდნენ, ახლა ყველა დადებსო ვის უფრო დიდრული სუფრა აქვსო. მე გულში მეცინებოდა. ყველაფერს რაც აქვს და რაღაც ყველაფერს დაალაგებენ მაგიდაზე, რაც მიყვარს ის ხომ აქვს და მადლობა ამისთვის. ახლა დიდრულში ისიც შედის კუპას დაგიდებენ კუჭმას და მე ახლა კუპად და კუჭმაში რო გამომიტანო გინებას დაგიწყებ ალბათ და ახლა მეც არ მიყვარს და იცი ჩემი ფეხებისა და მუხლანი ჩემი ფეხები გაბიაზე ჩემი ფეხებისა და აი ჩემი ფეხები ვიყავი მე მიყვარს ბარკლები თუ რა ქვია ამას მაგრამ ის თალკე შენ დაიდე თებს ახლა რატო ავსებ იმას იქ ამზივარ მე ამზივარ შენს მარჯვენა ხელს შენი მარჯვენა ხელი ვარ მოგიდო მე გამიცე ის ხორცები ის დაგედგა პირდაპირ რა ბიჭო ასე რა ბიჭო ქვაბით უნდა რომ დავდგა შემი ულოცე მიდიდა ეს მორცხვია ხალხო მაგრამ მიდი ბიჭო თუ მოკლავ ეხა ერთი მოილოცაო გაგლანძღავენ იმაზე ჯერ გამანძღონდა მე მიულოცა გილოცავთ ყველას ჩემი ბიჭი მორცხვია მაგიტომ მიყვარს მე მოგიდო მე დავათრებ ხელით მიდო შენ ზერთ შენ დამათრებ მე ხელით ხო ის ტორტი ოდნავ გაწიე აი ასე всё მორჩაკ სადა ამის თავსახური ეს შევინახოთ ამ ყველის გარე სხვა არ შეიძლება არ ვიცი არა ბიჭო კოდე არ შეჭამს გავწმინდა ის დანით უნდა გაგვეწმინდა მაშინ всё ამოვიღებ ეხა ხომს და ეს არის ჩემი სუფრა ხომთან მაგარი იქნება ეს კაი ხანი და ჩატოვა ძალიან კარგია მამი გეგას რობოტი საწავიდა გაიცა მამა გაიგა გამოეწონა ჩემ შვილეს არ მოეწონა ბავშვებო მე მომეწონა საჩუქრები არ მოეწონათ აი რა მოგეწონა გაბუზღული დადიოდი და გაბუზღული დადიოდი მაგრამ ახლა ეს იყო დედის არჩევანი და რა დედის ბიჭო მე პულტიანს მივადექი 22 ხილდა და ეს 27 შონა არა 10 ლარს ვაკმარო საჩუქარს და აი როგორ ძუნწო ბევრი ეკარგება ის დაგმართა ეხა ჩვენ 27 ამაში გადავიხადე მეგონა ეს რომ დადგებოდა თავისით გადაიქცეოდა რობოტად და ეს თურმე შენ უნდა აწყო რობოტად არც ერთს არ მოეწონა მარტო ადას მოეწონება თავისი იმიტომ რომ თავისი არჩევანი ადასი კუა ათლარიანი მომდომოდა ათლარიანი ვიგების სულები არ იყო იქ ათლარიანი აბა მე რა შუაში ვარ და თავში ხარ იმიტომ რომ შენ გამო მე არავიკვიადე ის პულტიანი თორე მე ყიდა ბავშვები და ახრიგინებდნენ იმ პულტით მე თავიანთ მანქანებს აცი გაგიშვებ მარტო ფეხით კარგი შეფული მომეცია მეც არც მარშრუტი არც ტაქსი ფეხით მოიტან მევანდელივითა ზურჩანდას გათხოვებ შანშან ზურჩანდაში მოეწონათ იმის წინ მოეწონათ ეხა წელს არ მოეწონა და გული დაწყდა გეგას ეგე მანქანები და
ბავშვები. მანგალია გედი და იცი შაბანი მოხაზა. დედა ეს ვინ მოვიდა? მოდი мама. დედიკო მიიყვანე და იმისი ვერ გადავიღე მაშინ. მოდი. აი ეცას. ტიპური მაღლის ბად. მუშე. მომხედე. მუშე. ისე. კანი მამას მიეცი. დაიცადე? როგორია? გადასახანი. მაგარი.